მორჩილებისათვის კეთილისა, ღვთივსულიერნო შულნო ეკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, რომელსა ნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ ყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. საყვარელნო, უარყოფა თავისათვის ისა ესიარს, რათა კაცმა ნება თვისი დაუტეოს და მოძღვრისა ნებასა შეუდგეს და მორჩილებდეს კეთილითა გონებითა და შეუორგულებელითა. რომელსა აქვს დიდი სასყიდლის მოგება და გვირგვინი პირად-პირადითა ყვავილითა შეთხსული, ჰაეროვანი და ფრიად ჩვენიერი. რამე თუ იყო ვინმე ბერი წმინდა და კეთილად გულისმიწყყოფელი, დამკვიდრებული უდაბნოსა, რომელსა ძმა ვინმე ქრისტეს სიყვარულით შეუდგა და სიმდაბლით დაემორჩილა მას ნეტარსა და მსახურებდა უცილობელითა მორჩილებითა და საზღობითა დაუჭკნობელისა გვირგვინისათა. და იყო უდაბნოსა ველსა ადგილსა მხალი კეთილი და მახლობელად მის მხლისა მკვიდრობდა ავთარიცა. დღესა ერთსა რქვა მამამან სულიერმან მოძაფესა, შვილო წარვედ ადგილსა მას და მოიღე მხალი, რათა ვისეროთ და ვადიდებდეთ ღმერთსა, ყოვლისა კეთილის მომცემელსა. მიუგო მოწაფებან და რა იყო მამაო პატიოსანო ავთარსა მას. ხოლო მან რქვა გამოსაცდელად, შეჰკარ იგი და მოიყვანი აქა. წარვიდა უკვე ძმა იგი უშიშითა გონებითა მიმწუხრი და ვითარცა იხილა ავთარმან მოვიდა შეჭმად მისა, ხოლო მან მინდობითა ლოცვათა მამისათა ხალყო შეკვრად მისა და ილტოდა ავთარი იგი. ძმა იგი სდევდა და ეტყოდა, სახელითა იესო ქრისტესითა გეტყუ შენ და ასდეკ, რამე თუ მამასა ჩემსა უბრძანებიეს, რათა შეგკრა და მეგიყვანო მისა. დაიწია შეიპყრა და შეკრა იგი. ხოლო მამა მისი, წმინდა იგი ბერი, შეწუხებულიყო დაყოვნებასა მისა და დასდგა ლოცვად მისთვის და აჰა ესერა მოვიდა მოწაფე იგი და მოიყვანა ავთარიცა შეკრული. მაშინ გულის მაყო კეთილგონიერმან ბერმან, ვითარამედ დიდსა საზომსა მიწევნულ არსმა იგი მორჩილებითა თვისითა და რათა არა აღსვამნეს, ინება დამდაბლება მისი და რქვა, სულელო, ძაღლი ცოფი მოგიყვანიეს აქა და რად სახმარა რჩემდა. მეხსეულად განსხნა ძმამან და განუტევა იგი მშვიდობით და თვით გულის სიმდაბლითა ადიდებდა ღმერთსა. ესევით არის საკვირველება ამის მიერ იქმნების საყვარელნო, უკვე თუ ვინ პირველისა ადამისა საზომსა მიიწიოს სათნოებითა და უნებლობითა, მას ყოველნი მხეცნი დაემორჩილებიან, მეორისა ადამისა მადლითა, ვითარცა პირველსა. ადამს მორჩილებდნენ უწინარეს ცდომისა. ხოლო უკვე თუ მხეცნი დაემორჩილებიან წმინდათა კაცთა, რაოდენ უფროსად სათანადო არ ჩვენდა, რათა დავემორჩილნეთ ღმერთშემოსილთა კაცთა ღმრთისათა, სწავლასა ზედა კეთილსა საცხოვნებლად სულთა ჩვენთა. ამისთვის გლოცავ და გევედრები ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვინაითგან პირველ ადამი ურჩებისათვის ექსორია იქმნა სამოთხისგან საშვებელისა. აც ჩვენ საყვარელნო, გულთა წრფელითა დავემორჩილნეთ მეორესა ადამს და მის მიერ დადგინებულს მოძღვარსა სულიერსა და შევიდეთ სამოთხესა ზეცისასა და უკვე თუ დავიმორჩილნეთ პირუტყველნი ვნებანი ხორციელნი, წარწმენდელნი სულისანი, ვიქმნებით უვნებელ და არღარა გაგვაყენებს ჩვენ შესვლად სამოთხესა ხერუვინი მოტყინარე და მახვილი იქცევისი. რამე თუ უფარი და მეუფე ჩვენი გვიბრძანებს, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. თეგევედრები საყვარელო ძმანო, მორჩილებითა ქრისტესითა, შევიდეთ ადამის ურჩებით დახშულსა სამოთხესა შვენიერსა და საწედელსა დამორჩილებასა შინა. დამაშრალთა განვისვენოთ საშვებელთა მათ სიტკბოებისათა და ვიყვნოსვიდეთ კეთილსუნელებათა ყვავილთა სამოთხისათა და ვიგემებდეთ ნაყოფთა ყოვლად საწადებელთა და ტკბილთა და მუნ განვიცადნოთ და ვიხილოთ ტკბილი უფალი და ყოველთა მართალთა თანა ვიქცეოდეთ გვირგვინითა ბრწყინვალითა და ანგელოზთა თანა უგალობდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, თანა მამით და სულით წმინდით ურთ, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.